მომხდარად ასეთი დავალება. ელენეს თავისი ელექტრონული პოსტის კოდი დააწყდა. მას ახსოვს, რომ მისი კოდი 4 სიმბოლოსაგან შედგება. ამასთან პირველი 4 სიმბოლო მისი სახელის პირველი 4 ასოა. მეხუთე სიმბოლო ციფრია, ხოლო ბოლო სიმბოლო ხმოვანია. ყველაზე უარეს შემთხვევაში რამდენი ვარიანტის გადაციფრება მოუწევს ელენეს თავისი კოდის მისაგნებად. ყველაზე უარეს შემთხვევაში, რადგან გვეკითხებიან, ესე იგი, უნდა დავთვალოთ კოდის ყველა შესაძლო კომბინაცია. ცხადია, სათითაოდ ჩამოწერა უამრავ დროს დაგვართმევს და შეიძლება აგვერიოს კიდევაც და შედეგზე ვერ გავიდეთ, ამიტომ ხელსაყრელ ფორმულას უნდა მივმართოთ. ციფრის ცნება გავიხსენოთ, აქვე ციფრი არის 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, ანუ სულ ჯამში არის 10 ციფრი. ამ მომწნის ამოხსნა შეგვიძლია 9-ლის სახით. რადგან ელენეს ახსოვს, რომ პირველი 4 სიმბოლო მისი სახელის პირველი 4 ასოა, ამიტომ ეს მუდმივია, ელენ უკვე ვიცით. და მეხუთე და მეექვსე ადგილზე მდგომი სიმბოლოების კომბინაცია უნდა მოვხსნით. მეხუთე ადგილზე შეიძლება იდგეს 10 განსხვავებული სიმბოლო, მეექვსე ადგილზე 5 განსხვავებული სიმბოლო, რადგან 5 ხმოვანია, 5x10, ანუ მათი ნამრავლი იქნება ამ სიმბოლოების კომბინაციით მიღებული კოდი. ანუ 50 შემთხვევას მივიღებთ. სწორი პასუხი აქაც არის B. ანუ განსხვავებული კომბინაცია რას ნიშნავს კიდევ ერთხელ დავკონკრეტოთ. მეხუთე ადგილზე თუ იდგა ციფრი 0. მეექვსე ადგილზე შეიძლება მდგარიყო 5 სხვადასხვა ხმოვანი. ანუ 0-თან გვექნებოდა 0 A 0 E 0 I 0 O 0 U. ანალოგიურად იქნებოდა ერთი შემთხვევაში. 1 A 1 E 1 I 1 O 1 U. და ასე შემდეგ 2 3 და ასე შემდეგ ყველა ციფრზე. და ეს სათაუდრო ჩამოგვეწერა 5x10 მართლაც 50-ს მივიღებთ.